მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, Facebook გვერდის მაყურებელო და ტელე მაყურებელო. მოკლედ დღეს პარასკევია და მე ისე ბედნიერი ვარ. ჩამოვედის ზუგდიდიდან ძალიან შთაბეჭდილების ქვეშა ვარ, მიხარია და აუცილებლად მე იქიდან სტუმრები მეყოლება მალე და თქვენ ძალიან გაგიხარდებათ. მოკლედ დღევანდელი დღე ბევრი არ მიფიქრია, თქვენ იცით რომ მე ძალიან მიყვარს პოეზია, ძალიან მიყვარს ხელოვანი ადამიანები და გადავწყვიტე მოვიწვიო ქეთევან ტრაპაიძე მსახიობი, პოეტი და არაჩვეულებრივი ადამიანი. მოკლედ გაგაცნობთ ჩემს სტუმარს და მე ხომ ძალიან მიყვარს როცა აი ესე მზე ნახულობს ხოლმე ჩემს სტუმრებს, თქვენ ახალი მეგობარი გაგიჩნდებათ და დარწმუნებული ვარ ძალიან მოგეწონებათ ჩემი სტუმარი. მოკლედ ერთი რამეა, როცა ადამიანებს ვირჩევ რომ თქვენ გაგაცნოთ, პირველი ჩემთვის არის თავდადებული ადამიანი, როცა არის თავისი ოჯახზე შეყვარებული, ქვეყანაზე შეყვარებული, საქმეზე შეყვარებული. ქეთევან, მოგესალმები. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო, რომ ხარ ჩემი სტუმარი და ტრადიციულად მე ყოველთვის ბანალურობაში ვხედავ ჭეშმარიტებას და დავიწყოთ, როგორი ბავშვი იყო ქეთევანი. სამტრედიაში დაიბადე, ხო? მოგესალმებით ბატონო გია. დიახ, დავიბადე სამტრედიაში და გავიზარდე ქალაქ ლანჩხუთში. დავამთავრე ლანჩხუთის ნომერ 1 საშუალო სკოლა. ბავშვობაში ვიყავი ცოტა ცელქი, რაღაცა ისეთი გურულის ხარტი. ბავშვობიდან ვწერდი და ეს სკოლამაც იცოდა რა თქმა უნდა და ჩემო პედაგოგებმაც ძალიან დიდი მხარდაჭერა მქონდა და ვგრძნობდი მათგან. ასე რომ პირველ რიგში ის რაც საიდანაც მოვდივარ, არასოდეს არ მავიწყდება და ყოველთვის ვიძახი იმას, რომ მე ერთი პატარა გოგო ჩამოვედი ლამას კუთხიდან გურიიდან, დიდი ოცნებებით და მისნებით. და აი უფალს ვთხოვ ამისთვის მადლობას, რომ ყველა მიზანი, ყველა ოცნება, ყველა ჩანაფიქრი ამისრულა. და პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ვარ 3 არაჩვეულებრივი შვილების დედა. 20 წლის ბიჭი მყავს სტუდენტი, მეორე კურსის, 12 წლის გოგონა და 6 წლის პატარა ვაჟი. მყავს ასევე არაჩვეულებრივი მეუღლე. ალბათ იმ დროს ოჯახი რომ არ შემექმნა, დღესდღეობით სამწუხაროდ კარიერას მივყვებოდი და დავრჩებოდი შესაბამისად ოჯახის გარეშე. ეთყობა ესე სურდა უფალს, ჯერ ოჯახი და მაჩუქა დედობა. მადლობელი ვარ რა თქმა უნდა უფლის, ყველაზე დიდი პროფესია ქალისთვის ეს არის დედობა. დედობა რა თქმა უნდა. დიახ. და აი ასე დაიწყო ჩემი ოჯახთან ერთად ჩემი კარიერული განვითარება. გაზარდეთ შვილები, მიხედეთ ოჯახს და ეხლა უკვე უნდა მიხედოთ საკუთარ თავს. რა თქმა უნდა, კი ბატონო, კი. მეუღლე რა თქმა უნდა ხელს გიწყობთ. კი, ნუ არ შემიწყობს რა სიზამს. რა სიზამს. არა, იმ უნდა ხო დაინახა რომ ამდენი იშრომეთ, ბავშვები გაზარდეთ. კი, ნუ ბავშვები დედამ გამიზარდა, რომ დედას დიდი მადლობა ამისთვის. დედამ ყავს საოცარი დედის ეტალონი, რასაც ქვია და გეხმარებოდათ, ხო? კი, სულ ჩემ გვერდით არის. წლებია უკვე დატოვა გურიაში სახკარი და გადმოვიდა ჩემთან. სიდედრი და სიძე როგორ ეგუება ერთმანეთს? გადასარევი ურთიერთობა, იმიტომ რომ პოზიტივიზეც ვიყავით მიწვეული და მანდაც ისეთი ჰარმონიული ურთიერთობა. ჩემზე უკეთესი ურთიერთობა აქვს ჩემ ქმარს დედა ჩემთან. ძალიან კარგი. მაინც ეს გურულები ძალიან ესეთი დიპლომატი ადამიანები არიან და სასიხარულოა. ქეთევა, რა მაინტერესებს იცით, წერდით ბავშვობიდან. ნახეთ, წერა არის განსაკუთრებული ნიჭი.
ზოგჯერ არიან ადამიანები, აი ზეპირსიტყვიერად გადმოსცემენ ხოლმე, ბევრი ლაპარაკი უყვართ. რა იყო, აი რას წერდი ბავშვობაში? წერით გადმოსცემდი ემოციებს და იყო ესეთი მომენტი, ბატონო გია, სიცხე მქონდა ვიყავი ცუდად, სადღაც 10-11 წლის ვიქნებოდი. ნუ დედა ჩემს უცებ პასტა ფურცელი და წარმოიდგინე თქვენ ლექსი დავწერე და სიცხე აღარ მქონდა. რას მეუბნები? კი, აი იმდენად ემოციურად დავიხარჯე და რაღაც რო აი ძალიან უკეთ გავხდი და ჩემთვის მნიშვნელოვანი კი არა, აი არ ვიცი რა გითხრათ. ძალიან დიდი ბედნიერება ის რომ წერ. ვარ ამჟამად ამ ეტაპზე ერთი წიგნის ავტორი, აფეთქებული ბროწეულები. ბროწეული ჩემთვის რაღაც ისეთი სიმდიდრეს ნაყოფის და რა თქმა უნდა ეკლესიური სიმბოლოა. ერთ-ერთი ისეთი ნაყოფია და შესაბამისად ეს აფეთქებული ბროწეულები რაღაც გაფანტული მარცვლები არის მორწმუნე ადამიანები და ჩემთვის არის ეს წიგნი პირველ რიგში მნიშვნელოვანი. რედაქტორი გახავთ წიგნის ბატონი კახაბაციკაძე. ახლა დავწერე რომანი, რომელიც მალე უნდა გამოუშვა, უკვე ზაფხულს მექნება პრეზენტაცია და ამ წიგნის ავტორი, ისა ბოდიშით და რედაქტორი იქნება ქალბატონი ლარისა ხაჭაპურიძე. ჩემთვის ძალიან საყვარელი ადამიანი ქალბატონ ლარისას მოვიკითხავ დიდი სიყვარულით და ნუ არაჩვეულებრივი არტისტი, არაჩვეულებრივი რესპონდენტი და აი გულის გული ადამიანი ძალიან მისი აკადემიის წევრი ვარ. დიახ და აი ძალიან მიყვარს ჩემთვის უძვირფასესი ადამიანია, ადამიანი რომელიც არის ისტორია და იქნება დარჩება ჩვენს ქვეყანაში ისტორიად. ძალიან მიყვარს. რა მაინტერესებს ისიც, აი სამი შვილი გყავთ. პროფესიები უფროსი სტუდენტია, ხო? დიახ. მაინტერესებს გამიყვება თქვენს რა პროფესია აირჩია? ბიჭმა იურიდიული აირჩია. იურიდიული. დიახ. ეს ორი პატარა რა საპირებს? გოგონა ხატავს ძალიან კარგად. გამოფენებსაც მივიღეთ მონაწილეობა იტალიაში. ანუ გახდა ერთ-ერთი გამოფენის წევრი, სადაც გაიმარჯვა თავისმა ნახატმა. ძალიან დიდი წარმატებები აქვს ჩემს გოგონას, 12 წლის არის, პატარა ბიჭი, ჯერჯერობით რაღაცა პიანინოსთან მივა, იძახის დედა სიმღერა დავწერე, დედა ლექსი დავწერე და ნუ ესე ცოტა ესეთი ოჯახი ვართ მღერით, რაღაცა კარაოკე, ფორტეპიანო, გიტარა, ბანდური და ასე რომ მხიარული ესეთი ლამაზი, ლაღი ოჯახი მაქვს. ნუ ჩემთან ადამიანი არ მოიწყენს. ცოტა ესეთი პოზიტიური ისა ვარ და მიყვარს ეს პოზიტიური ადამიანობა ყველაში. ლექსების წერა როდის დაიწყეთ? ლექსების წერა, როგორც დედა მითხრა, ვიყავი სადღაც 5 წლის. პირველი ჩემი ლექსი რომ დავწერ, წერაც არ ვიცოდი, უცებ რაღაცა მომენტალურად რაღაც მომივიდა და უცებ რაღაც დედაჩემმა ჩაწერა და აი აქედა რომ მითხრა დედა შენ იცი ლექსი დაწერე და იმდენად ბედნიერი ვიყავი, მე დავდიოდი და რა ვიცი რაღაცებს ჩემთვის ვითომ რაღაცებს წერდი და გახსოვთ ის ლექსი? კი, მახსოვს, სხვათა შორის მახსოვს. ყავდა ჩიტი შემოფრინდა სახლში და დაიჭირა მამამ და ეს ჩიტი მივაბი ფეხთან, აი მაგიდის ფეხთან და ნუ კატამ აიყვანა და ერთი პირველი ჩემის იყო ვტიროდი თან ესე ჩიტუნია რა ვქნა ბედი არ გწყალობს მიყვარხარ და მებრალები ჩიტუნია საწყალო. აი მე პირველი ეს ლექსი იყო ჩემი და ნუ სადღაც 11 წლიდან დავიწყე უფრო სერიოზულად ანუ ლექსების წერა, რაღაც ჩანახატები და ასე შემდეგ სხვადასხვა რაღაც საღამოები იქ გურიაში ტარდებოდა შეძლების დაგვარად და შესაბამისად და ყველაფერში ვიღებდი მონაწილეობას. რავი, მღეროდი კიდეც რაღაც თეატრალურ სპექტაკლებზეც მიწევდა მონაწილეობის მიღება. ნუ ძალიან ისეთი ბავშვობა მქონდა, კარგი, მშვენიერი და რავი, მიყვარს ჩემი მხარე და მოკითხვა დიდი სიყვარული ჩემს გურიას, ჩემს ლანჩხუთს და ჩემს პედაგოგებს, განსაკუთრებით მაკა ჩხაიძეს, ჩემი პირველი კლასიდან რო აეზე გამზარდა კი არა, ამღზარდა, რასაც ქვია. დადიხართ ხოლმე გურიაში? კი, დღესაც მივდივარ, აქედან უნდა წავიდე, იმიტომ რომ
კვირას დეფილი არის ბათუმში, სადაც ჟიურის წევრი ვარ. და ასე რომ მიწევს ხოლმე ჩასვლა პერიოდულად რაღაცა მანდ. იცით რა არის, აი პოეტი. დიახ. და ალბათ პოეტს რომელსაც უნდა ძალიან ბევრი მარაგი მუზის და ძალიან რთულია წერო, გარითმო და ეს არის მე პოეზიას ვეძახი სულის მუსიკას და მე მყავდა ერთი მეგობარი ჩემზე დიდად უფროსი იყო თამილა ლასხიშვილი არაჩვეულებრივი ადამიანი მეტყველების პედაგოგი თეატრალურ უნივერსიტეტში და ყოველთვის მეუბნებოდა ხოლმე როცა ტელევიზიით ლექსებს ვკითხულობდი მეუბნებოდა რომ სინჯე აბა მუსიკა არ დაადო იმიტომ რომ ისეთი მუსიკა აქვს პოეზიასო კიდე მუსიკას მუსიკა აღარ უნდაო და იცით როგორი კითხვა მაქვს აი საიდან იღებთ იმ ძალას ენერგიას აი როგორ მოდის ეს თქვენთან თან მე ეს უნდა გადმოცეთ ეს არ არის ესე ჩვეულებრივი სიმართლე რომ გითხრათ არ ვიცი მაქვს ზოგადად რაღაცა ალბათ ზებუნებრივი არსებობს და როდესაც რაღაცა თითქოს ან სულის ტკივილი მაქვს ან თუნდაც ვიღაცას ტკივა რაღაც აი ეს ყველაფერი აი გადმოცემა აი ამ სხვისი მეუბნებიან რას იცით აი შენ აი რაღაც შეყვარებული ხარ უზომოდ მე თვითონ სიყვარულზე ვარ შეყვარებული მე თვითონ სიყვარული მიყვარს მე სიყვარული მიყვარს შენში ჩემში სხვაში ეს არის ყველაზე მთავარი როდესაც ადამიანის სახეებს ვხედავთ ისეც როგორიც რეალურად არის თუ ნებას მომცემთ ერთ ლექსს აგიკითხავთ ნებას კი არა უნდა მეთხოვა ძალიან მიხარია რაზეა ლექსი ეხა ერთს წავიკითხავ რომელიც სიყვარულზეა და ერთი რომელიც ლოცვა იბერიისათვის აი გუშინ შევქმენი ეს ლექსი და ახალია სრულიად მაგრამ ეს წიგნში არის რაც უნდა წაგიკითხოთ ეხლა შეტანილი სიყვარული რა არის არის სიტყვა გრძნობა გრძნობის ალგორითმა ფერთა ფერის დაელფერის სამყაროში ყველა ფერის გარდამოსული ღვთაებრივი არის სული ჩვენი ერის სიტყვა მთქმელი ყოვლის მქმნელი უსასრულოდ ბედნიერი კაცით მადლიერი სტუმარი თუ მასპინძელი მოყვარე თუ შენი მტერი მაგრამ მაინც ვართ ძლიერი სიყვარული არის ნუსხა წაიკითხეთ ნუ ხარ დუმხართ მხატვარი ხომ გრძნობით ხატავს პოეტი კი გრძნობებს ქარგავს შენ სამყარო დამმართავს სიყვარულის გრძნობა გმართავს დიდი მადლობა ისე რა საოცარია ძალიან ბევრჯერ მაგ გაკეთებული გადაცემა სიყვარულზე ძალიან ბევრი ნაწარმოები მაგ წაკითხული აი ძალიან ბევრი ლექსი და აი გადის საუკუნეები და ვერავინ ბოლოს აქსიომა ვერ თქვა რა არის სიყვარული ნუ იქამდე რომ სიყვარულია ღმერთი და უამრავი რამ როცა რაღაც იქმნება ჩვენ გვყავს ობიექტი აუცილებლად რაღაცა აქ შეიძლება იყოს შვილი, ქმარი, მეგობარი, რაღაცა გრძნობა, აი მე ჩემსას გეტყვით და მაინტერესებს თქვენი. აი ყოფილა პერიოდი რომ აი გავიღვიძე საოცარი შეგრძნებით მიყვარს აი ვარ ჰარმონიული მიხარია ყველაფერი აი წვიმაც კი მაბედნიერებს
ცუდი ამინდი, ქარიშხალი, ქარი, ყველაფერი ისეთი შეყვარებული ვარ და არ ვიცი ვინ მიყვარს. აი საოცარი ოღონდ ეს ყოფილა რომ აი ერთი თვე გაგრძელებულა და არ დავფიქრებულ ვარ, აი ზიამაღლებული, აი ვაკეთებ საქმეს, მიხარია, ყველასთან კარგად ვარ და ერთი რამეა, მე არ მჯერა იმ ადამიანის, ვისაც უყვარს და იტანჯება. თუ აი შეუყვარდა ვიღაც უიმედოდაც რომ უყვართ, იქაც კი ბედნიერები უნდა იყვნენ. თუ იტანჯები, ეს აღარ არის სიყვარული. აი მე მაინტერესებს თქვენ როგორც მსახიობს, როგორც პოეტს, აი რა კრიტერიუმებით ზომავთ ხოლმე სიყვარულს, აი როცა ლექსი, როცა მუზა მოდის. სიყვარულს არ აქვს განზომილება. სიყვარული არის სამყარო. ერთ ბირთვში ჩადებული სამყარო. აი თქვენ რაც თქვით, მე ვიყავ ბედნიერი, მეც მაქვს ეგეთი მომენტი, ფოთოლიც კი მიყვარს ხეზე და ბედნიერი ვარ. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ თვითონ ძანდებით ადამიანი, რომელსაც სხვებში უყვარს სიყვარული და სხვებით ბედნიერია, იკვებებით იმ სიყვარულის გაგებით, იმ სიყვარულის შეხებით, რაც სხვას აკავშირებს. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. აი თქვენ ეს იშვიათად აქვთ ადამიანებს, ბატონო გია. რადგან ზოგადად დღესდღეობით სხვა კრიტერიუმები, სხვა რაღაც წამოვიდა, შური, რაღაცა ბოღმა, რაღაც იძულვილი, ძალიან დიდი წინაშე დავდექი როგორ რაღაცების იცი, აი რაღაც ბევრი მტერი გამომიჩნდა გზაზე და გამიკვირდა. ის ვინც მეგობარი მეგონა უცებ შეიცვალა და მე რომ ვარ ესეთი ადამიანი და მე მტრობა არ შემიძლია და ჩემს სულში უფრო სიყვარულის უფევს მეტი, მე ვფიქრობ ყველაში ვეძებ კარგს, იმ ცუჩიდაც კარგ მარცვალს ვეძებ, იქნებ რაღაცა გამოვიდეს. მაგრამ სამწუხაროდ ეგრე არ ხდება ცხოვრებაში, ზოგჯერ ძალიან სხვა იმით მივდივართ განზომილებით, ზოგჯერ ვინც გვიყვარს შორდებიან, სამწუხაროდ ხდება ესეთი რაღაცა, მაგრამ სიძლიერე თქვენ ხართ ძლიერი ადამიანი, ეს არის ძლიერი ადამიანის ბუნება, როდესაც ყველა და ყველაფერი უყვარს, როდესაც სიბოროტე არ აქვს გულში, ეს არის სიძლიერე თქვენ, ეს არის ღვთისაჩუქარი თქვენი. იცით რა არის, აი ძალიან უცნაურია, გუშინ ვლაპარაკობდი, სამეგრელოდან ჩამოვედი და ვაკვირდებოდი, აი მეგრელები როგორი სტუმართმოყვარეები არიან, აი იმხელა სიყვარული აქვთ, აი ხო არის რომ მოგესალმება, გამარჯობას გეტყვის, მაგრამ აი განსაკუთრებული რაღაც უნდა გითხრას, უნდა ჩაგეხუტოს, უნდა დაგპატიჟოს და რას ხვდები, იცით? არ გაგიკვირდეთ ახლა მე რასაც ვიტყვი, მე ესე დავიჯერე, ესე მინდა და აი ამ აზრიდან ჯერჯერობით არ გადავალ. მე არ ამყავს მტერი. მე არ ვცნობ მტერს. შეიძლება არიან ისინი, მაგრამ არ ვიცი. მე არ ვიცი ჩემს მიმართ შურიანი ადამიანები, იმიტომ რომ მე არ ვცნობ მათ. არ ვიცი. იმიტომ თქვენ თვითონ არ ახართ შურიანი, თქვენ თვითონ ხართ სულით მდიდარი ადამიანი და სიყვარული ცავს. გეტყვით ძალიან საოცარ რაღაცას. მე პატარა რო ვიყავი, ბებიამ რომ მითხრა, რომ შენ არ უნდა შეგშურდეს, იმიტომ რომ ის რაც ხვას მიეცა, ეს არის მისი. შენ რაც არ უნდა ქნა, თავი რომ მოიკლა, არ მოგეცემა. ამიტომ იყავი მშვიდად და შეირგე შენი ის რაც მოგეცეს. და მის მერე ვარ შვიდი. მომეცა, არ მომეცა და არ მომეცა. არ დავეძებ. მე დღეს მიხარია რომ მაქვს საჭმლის ფული, ჩასაცმელი და მაქვს სახლი. მე იმის იქით არაფერი არ მინდა, იმიტომ რომ განა მოთხოვნილება არა მაქვს. ნახეთ, მაგ იმდენის, რამდენიც მე შემიძლია.
არ მინდა იახტა, არ მინდა ისეთი რაღაცები, რომელიც აი მე მაგალითად ხო, როცა ვიცი რომ ადამიანი, აი თუნდაც თქვენ წერთ ლექსებს, რამხელა ბედნიერებაა რომ თქვენ ეს ნიჭი მოგეცათ, ხვდით. როგორ შეიძლება მე შემშურდეს ის, რაც ღვთისგან გაქვთ ბოძებული, რაც არ უნდა ქნათ, 20 წიგნიც რო გამოუშვათ, როგორი წარმატებულიც არ უნდა იყოს, ეს არის თქვენი. და ის ადამიანები, ვინც დაუშვათ წინ გეღობებიან, არ მიაქციოთ ყურადღება. გეტკინებათ, მაგრამ ეს არის წრთობა, როგორ იწრთობოდა ფოლადი. ყოველთვის ვიძახი ამას, თუ უფალი, თუ ერთი კარს მიგიხურავენ, მიგიკეტავენ, ყოველთვის ათადარიგო კარს გიხსნის უფალი. და მართლაც უფალს მადლობას მოვხდი იმისთვის, რომ პირველ რიგში ვარსებობ და ვარ დედა. მადლობა ამისთვის და მადლობა იმისთვის, ის რაც მე მაქვს, ამით დამაჯილდოვა. ეხა მინდა რაღაც ექსკლუზიურად რომ გითხრათ თქვენს ტელევიზიაში. დიახ. ანუ ეს ინფორმაცია მე გუშინ დაიწერა ბრძანება, დამირეკა ერთ-ერთმა ძალიან უსაყვარლესმა, უნიჭიერესმა ქალბატონმა ირმა დელონი, რომელიც გახლავთ ჟურნალისტი, წერალი, ათობით წიგნის, ერთ-ერთი გაზეთის რედაქტორი და გეტყვით ექსკლუზიურად თქვენთან გავამხელამ საიდუმლოს. ჩამოაყალიბა აკადემია, რომელიც სულ ახლახან ჩამოყალიბდა ნიკო ფიროსმანის სახელობის რა მითხარით? საერთაშორისო აკადემია ოქროს კალამი და ვიცე-პრეზიდენტად დამნიშნეს მე. სულ ცხელი ამბით მოსულ ხართ. და მაისში გვექნება დიდი პრეზენტაცია, დაჯილდოვება და დიდი სიყვარულით გელოდებით თქვენ და ჩვენგან გექნებათ დიდი სიურპრიზი. ეს უკვე ჩვენი სიურპრიზია. დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. ქალბატონ ირმას დიდი მადლობა იმისთვის, რომ ესე ზრუნავს თავისი ქვეყნისთვის და რაც უფრო კარგი საქმეები გაკეთდება ამ ქვეყანაში, მით უფრო ბედნიერები ვიქნებით. დიახ, კავშირები აქვს ძალიან დიდი ლონდონთან, თურქეთთან, საფრანგეთთან, ძალიან დიდი გეგმები გვაქვს და შემდგომში უკეთ მოგიყვებით ამის შესახებ. ძალიან კარგი. მოდით ამ ბედნიერ ნოტაზე გავიდეთ რეკლამაზე, დავბრუნდებით და გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი. ქეთევან ტრაპაძიძე იყო ჩემი სტუმარი და იქნება კიდეც შემდეგ ბლოგში. დაგველოდეთ.